სასო 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე. რა გახსენდება? ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 1918 მაისი საქართველოს ისტორიაში. ზოგადად საქართველოს ისტორიაში, არა მარტო უახლესში. და პირველი რაც მახსენდება, ეს არის წყვეტა, რომელიც ჰქონდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. მიაგულისხმობ, რომ არ არსებობდა საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის წარმონაქმნები, უბრალოდ იმის ხაზგასმა მიიღო 1490 წლიდან, როდესაც დაიშალა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია ქართველს ერთიან ეროვნულ პოლიტიკურ სივრცეში აუცხო. როცა იმ პერიოდის მოვლენებს აყვირდები, კიდევ ერთ კანონზომიერება შეამჩნია. თითქოს აი რაღაცა ყველა გაოგნებული იყო, ისე სწრაფად მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, იმდენად ევისებურად ხდებოდა ეს, ენაცვლებოდა მოვლენები ერთმანეთს, რომ ვერ გასვლა, ბევრმა ვერც კი გასნობია და ისე აღმოჩნდა დამოუკიდებელ საქართველოში. დამოუკიდებლობის გამოცხადების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იმის ხაზგასმა, რომ პირველი, რაც კი ამიერკავკასიაში შეიქმნა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიული წარმონაქმნი, ეს იყო პირველი მთიელთა რესპუბლიკა 1918 წლის 11 მაისს, მაგრამ მეგულისხმობ ამიერკავკასიას. ამიერკავკასიაში ეს იყო ამიერკავკასიის ფედერაცია, რომელიც 1918 წლის 22 აპრილში შეიქმნა და სწორედ გადაულახავმა წინააღმდეგობებმა ამიერკავკასიის ფედერაციის შიგნით განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1918 წლის 26 მაისს დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაცია. 1918 წლის 26 მაისის საღამოს 5 საათზე ზუსტად იგივე დარგში, მეფის ნაცვლის სასახლეში, მთავრობის სასახლეში, რომელიც მაშინ უწოდებდა, გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! აღარდეს ღმერთი!